მოგესალმებით, ზურფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო. მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემაც გაიხსნა. მოგესალმებით ბატონო ტრისტან, დღეს ჩემთან სტუმრად არის ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში. საღამოს მშვიდობის, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, სრულიად საქართველოს. მაყურებელ შევახსენებ, დღევანდელი გადაცემის სასაუბრო თემა ჩვენ შორის იქნება კამიტი, იყო ქიმიური ნივთიერება, მომწამლავი, სასიკვდილო ნივთიერება, სიცოცხლისთვის საშიში და იყო თუ არა გამოყენებული ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, 2000-იან წლებს გულისხმობ. როგორც 2012-მდე, ასევე ქართული ოცნების მმართველობის დროს. და მეორე სასაუბრო თემა იქნება თურქმენეთში ჩატარებული სამშვიდობო ასე ვთქვათ კონფერენცია, სადაც იყვნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელით. მოგესალმებით და ჯობია დავიწყოთ საუბარი და დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით და ამ თემის გაშლა და განხილვა. მოკლედ ის ატეხილი აჟიოტაჟი ამ კამიტთან დაკავშირებით თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა რაღაც ქიმიური იარაღი მომიტინგეების წინააღმდეგ. ახლა ეს საერთოდ რო ვიცოდეთ რა დატვირთვა ქონდა ამას და რისთვის იყო ეს აგორებული და ვის მიერ იყო ეს შემოგდებული საქართველოში ეს გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეს იყო სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ჩვენს მაყურებელს კარგად მოიხსენება, რომ უკვე თითქმის წლები არის, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ნაციონალურ მოძრაობამ დაიმსახურა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პანგურიეთ ადგილას და ჩამოაცილეს ხელისუფლებას და ასეც იყო. ანუ ჩამოცილება არ იყო საკმარისი, ისინი უნდა დაეპატიმრებიათ და გაიშვათ ციხეებში და დღეს ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა არც ხელისუფლება, არც საქართველო და არც საქართველოს მოსახლეობა, რა მდგომარეობაში ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ბატონო ტრისტან, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისას რა ნივთიერებები იყო გამოყენებული და იყო თუ არა გამოყენებული წყალი ან გარეული რამე? არა, ნუ ახლა ეს სტანდარტი გეტყვით ახლა, ნუ ახლა ჩვენ მოდი ისე ვისაუბროთ, რომ იქ თუნდაც 7 ნოემბერსაც შევეხოთ, 26 მაისსაც შევეხოთ, მაგრამ როგორც ასეთი მსგავსი ქიმიური ნივთიერება არ ყოფილა არც ერთ დარბევის დროს გამოყენებული საქართველოში. ეხლა რა ხდება, იცით, ნახოთ ავიღოთ ეხლა ცოტა ჩვენ ცოტა გავაფართოვოთ ეს თემა. არ გამოვიდათ ერთხელ ის რომ ხალხი გამოიყვანეს ქუჩაში, ის საბურაების რევოლუცია არ გამოვიდათ. დასავლეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს ლიბერალურ იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკოსებს ვერ გამოიყვანეს საზოგადოების დიდი ნაწილი ქუჩაში. საქართველოს მოსახლეობა ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. ანუ რას ნიშნავს საქართველოს მოსახლეობა? საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საღად მოასროლენი ადამიანები, რომელიც ქმნიან ქვეყანაში პოლიტიკურ ამიტს, ხო? ისინი ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. შემდეგ იყო კიდევ ცდელობა და აი მდესის ჩაუვარდათ ვერ გამოიყვანეს და ვერ მოახდინეს რევოლუცია. შემდგომ დაიწყეს და უნდათ აგორება აი სარალიძის ლელობასთან დაკავშირებით და იქ ბანკის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა მაჩალიკაშვილის ბანკში, ხო? თემირლანი რომ მოკლეს, ხო? ამაზე გაქვთ საუბარი. ბატონო? თემირლან მაჩალიკაშვილის კლუბი. ხო, მაშინ ესეც უკვე გამოიყენეს დასავლეთმა და უნდათ რომ აეგორებიათ რაღაც სერიოზული მასა გამოიყვანათ ქუჩაში და აქედან გამომდინარე დაემხოთ ხელისუფლება. ეს ის არ გამოვიდათ. არ გამოვიდათ ეგრეთ წოდებული ამათმა პირდაღებული ეს ვითომ და რუსული კანონის მიღება, ეს არის ის კანონი, რომელიც კანონის უკვე მოქმედებს და სწორიც არის რომ მიიღეს ეს კანონი და შეეზღუდათ მას არასამთავრობო ორგანიზაციებს და აგენტურულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და
კონკრეტულ ინდივიდუალურ პირებს, აგენტებს თანხების მიღება სწორედ ასეთი გადმორიცხვების საშუალებით, მაგრამ გადავიდნენ მეორე ვარიანტზე, ეს არის დიპლომატიური თვითით შემოსვლა თანხების, რომელიც შემოდის საელჩოში და პირდაპირ ქეშის სახით რიგდება უკვე და ესენი აგენტები მაინც ღებულობენ ამ თანხებს, ხო? ნუ არ გამოვიდათ ისა, ვერ გამოიყვანეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში. შემდეგ იყიდა LGBT პროპაგანდა წინააღმდეგ მიღებული კანონი და აი მაშინაც იყო მცდელობა რომ გამოიყვანოთ ხალხი, მაგრამ ერთი და იგივე კონტინგენტი, ერთი და იგივე ადამიანები და ერთი და იგივე ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანები გამოდიან ამ ქუჩაში და დგანა და ისინი ვერ ახერხებენ ვერაფერს და ვერ ქმნიან იმ ამით, რომელი ამიტის საფუძველზე დავუშვათ დაამხობენ ხელისუფლებას. ეხლა ნახეთ ავიღოთ. ეს აქ მოგონილი თემა არ იყო ეს კამიტი. ეს იყო ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი და დაიწერა სწორედ აი ამ კურატორების მიერ და ეს იყო მათი კიდევ ერთ-ერთი ნაწილი, გეგმის ნაწილი, რომ შემოვაგდოთ ეს თემა თითქოს და ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაწამლა ხალხი და ამაზე ატყდებოდა საერთაშორისო სკანდალი, მით უმეტეს ეს არის აკრძალული და ყველა სახის ქიმიური იარაღი, რომელიც არის იყო თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს და მანამდე კიდევ და იყენებდნენ ადამიანებს წინააღმდეგ, ეს აიგზალა. საერთაშორისო გამოყენება საერთაშორისო აკრძალული არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად და ამის მარტო კონსერვაცია კი არ მოხდა. მთლიანობაში თუ სადმე რაღაც გარკვეული იყო დარჩენილი ეს ასეთი საშუალებები, მისი უტილიზაცია მოხდა და გაანადგურეს ეს ყველაფერი გარდა კონსერვაციისა, ხო? ეხლა შევიღოთ შეხედე, როგორ მოახდინეს ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობა, ხო? ჩვენ გვახსოვს კოლინ პაუერი გამოვიდა გაეროს თომაზე და რაღაც ესე პატარა ესეთი ამპულა ანახა მთელ მსოფლიოს. რომ ეს არის ქიმიური იარაღი, რომელსაც იყენებს სადამ ჰუსეინი და შესაბამისად ამითი მიიღო უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წვანი აენთო, რომ მას დაეწყო სამხედრო ოპერაციები ერაყში. სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, ხო? და ესეც მოხდა რა. და დაიწყეს შიდა არეულობის ფონზე, იქ თავიანთი საყრდენი უკვე შექმნილი ჰქონდათ, მათ უკვე თავიანთი საყრდენი ძალები, რომელიც საყრდენის ძალების საფუძველზე დაიწყეს იქ რევოლუცია, ფერადი რევოლუცია და შესაბამისად სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ბრძოლა. ამავდროულად პარალელურად ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფები და ჩამოაგდეს სადამ ჰუსეინი. კაცი ჩამოახჩვეს, მოკლეს ჯერ. მოკლეს, გაასამართლეს, მოკლეს და ამის შემდეგ გამოდის კოლინ პაუერი და ბოდიში ითხოვს საზოგადოების წინაშე, რომ შეცდომა იყო, თურმე ეს ქიმიური იარაღი არ ყოფილაო, ეს ამპულა რაც იყო. ანუ ის თავის საქმე გააკეთეს, პლანობაში ერაყი ამოაყირავეს, ახლა ამ მდგომარეობაა ერაყში ჩვენ კარგად ვიცით და მთელი ესე იგი ის თავისი არასწორი მოქმედებებიდან გამომდინარე, კაცი მოკლეს, ხო? ავიღოთ ლიბია, კადაფი იგივე სიტუაცია გააკეთეს იქაც და კაცი მოაკლევიეს თავიანთ მოსახლეობას ლიბიაში, სადაც არაჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ადამიანები რა. მუამარ კადაფს ბატონო ეს რაც გაუკეთეს მის გახსნებას არ მინდა. კი ბატონო. არაჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ადამიანები და უამრავი პაკეტები იყო, უფასო პაკეტები, სადაც მთელი ესე იგი მისი მოსახლეობა იყო უზრუნველყოფილი ამით ყველაფერთ, ხო? კაცი მოკლეს და დღეს ლიბია თავდაღირა არის დაყენებული, ხო? ავიღოთ სირია, ბაშარ ასათი რა გააკეთეს, ხო? ჩვენ თვალით ვიხილეთ დადგმული სცენარი, როგორ ვითომ ესე იგი იქ გაუშვეს ქიმიური ნივთიერება და დაიწამლა ბავშვები და დაიწამლენ ესე იგი მოსახლეობა და წყლებს შლანგებით ესე წყლებს ასხამენ, ბანენ ბავშვებს და ეს ის ორგანიზაცია არის თეთრხალათიანების ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესში ამ პროვოკაციულ სქემის განხორციელებაში იყო ჩაბმული, ხო? და ბაშარ ასათის გააქციეს და დღეს რუსეთში იმალება, ხო? ავიღოთ აი მე რას ქრონოლოგიურად ვიყვები და შეიძლება ახლა პერიოდები ამერიოს, გაიგე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რატო ვსაუბრობ ამას? მე იმიტომ ვსაუბრობ ამას, რომ ეს არ იყო შიდა დაგეგმილი ოპერაციები და შიდა დაგეგმილი მღელვარებები და უშუალოდ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მოდიდა გარედან. დაიჭირეს მილოშევიჩი, დაანგრიეს იუგოსლავია, ხო, ასეთი ამხელა აყვავებული ქვეყანა დაანგრიეს, დაშალეს ნაკუც დაშალეს, პატარა სახელმწიფოებად. შემდეგ დაატაკეს ერთმანეთს სერბები, ალბანელები, ხორვატები და დაახოციეს ერთმანეთი და მოკიდეს მილოშევიჩი ხელი და დაიჭირეს.
და გადაცეს ჰააგის ტრიბუნალს, ხო? და მე კაცი რომ მოკლეს ციხეში, მოკლეს კაცი ციხეში, ის კაცი მოკლეს ციხეში და ბოლოს სასამართლო მაინც ჩაატარა, ჰააგის ტრიბუნალმა ჩაატარა სასამართლო და კაცი გაამართეს, მკვდარი გაამართეს, ხო? ეს ყველაფერი აბსოლუტურად მთლიანად არის ერთ სპეცსამსახურებში დაწერილი სცენარი, სადაც ესე იგი შემდგომ შესაბამისად აიღებენ სახელმწიფოებს, რომელიც სახელმწიფოსა რა სცენარით მიუდგენ და რა გეგმით მიუდგენ. და ეს სცენარიც ეხლა რაც უნდა განხორციელებული იყოს საქართველოში და რა ფორმებითაც უნდა დაეწყოთ საზოგადოების მღელვარება და ქუჩაში გამოყვანა, იყოს სწორედ იმ გეგმის ნაწილი. რომ თითქოს საქართველოში გამოიყენეს კამიტი, გაიგე? ეხლა რა ხდება, იცი? მე პირველი მსოფლიოს ომის დროს შექმნილი და გამოყენებული ეს ქიმიური საშუალებები, ხო? რომელიც მე აიგზალა ეს და განადგურდა თავი, მთლიანად განადგურდა ეს აბსოლუტურად, ხო? აიგზალა, განადგურდა, ხო? ეს გასაგები არის, რომ ესენი არიან ავანტურისტები. ესენი არიან მტრები საქართველოსში. მე მხედველობაში ყავს ნაციონალური მოძრაობა, მათი კურატორები და საქართველოში არასამთავრობო აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც არიან ამ პროცესებში ჩართული, ხო? არ გამოვიდათ მიტინგებზე ადამიანების მკვლელობები, თავისიანის მკვლელობები, რომ ხალხი გამოიყვანათ ქუჩაში, ხო? უამრავ, ესე იგი, ხიმას მეთოდებს მიმართავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანათ ქუჩაში. მზად იყვნენ ისინი საკუთარი დედმამა მოეკლათ იმ მიტინგზე. თავარი არის, რომ ხელისუფლება დაემხოთ და თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ამასაც კი გადრულობდნენ და იკადრებდნენ და ბავშვის მკვლელობას კი იყო დაგეგმილი ამ აქციებზე, რომ როგორმე ესე იგი გამოიყვანათ ხალხი ქუჩაში და მაგრამ სპეცსამსახურებმა ძალიან ოპერატიულად და ძლიერად იმუშავეს და შესაბამისად მსგავსი პროვოკაციები თავიდან იქნა აცილებული, იყო ძალიან მთელი ეს სპეცსამსახურები ორგანიზებული და შერწყმული მოქმედება მათი და ამან ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროცესები ააცილა თავიდან საქართველოს, ხო? ეხლა კამიტს იძახიან, ხო? კამიტი გამოიყენეს, კამიტი საერთოდ იყო საქართველოში შემოტანილი? აი ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით. აი შეხედათ, იყო საქართველოში შემოტანილი კამიტი? ამის კითხვები ყოველთვის მქონდა, გაიგე და არსებობდა ეს საერთოდ საქართველოში ეს კამიტი? და თუ არსებობდა, მაშინ რას აკეთებდა შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც გააჩნდათ პასუხის მგებლობა სწორედ მსგავს აკრძალულ საშუალებებზე, რომლის უტილიზაცია უნდა მოხდარიყო, ან მისი კონსერვაცია უნდა მოხდარიყო, შესაბამისი კომისია უნდა შექმნილიყო, კომისიის დასკვნები უნდა ყოფილიყო. ანუ ეს რო ყოფილიყო საქართველოში, თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მე 80-იან წლები მიყავს ხედულობაში, 70-იან წლები, რომ ყოფილიყო საქართველოში, კომუნისტები ამას არ დაუშვებდნენ და არ ესე იგი არ ექნებოდათ ის შენახული სპეციალურ სათავსოებში იმისათვის, რომ დაუშვათ გამოეყენებიათ რაიმე სახით ადამიანების წინააღმდეგ, ხო? არ დაუშვებდნენ ამას და არც. ანუ ეს ნივთიერება არ იყო საქართველოში, არ არსებობდა. ეს იყო მოგონილი თემა და ამას უკვე თავადაც თვითონაც აღიარებენ და ამის ჩანაწერების არსებობს უკვე ურთიერთსატელეფონო კომუნიკაციები ერთმანეთში, რომ ესაყვედურებიან ერთმანეთს ის ბოტკოველი და ხო, ჯობია. ეხლა ბატონო ტრისტან, მე მგონი რახან უკვე ამ თემაზე საუბრობთ ჩემ ვიდეო ჩანაწერზე. მოდი გავუშვათ ეს ვიდეო ჩანაწერი და რამდენიმე წუთში დაახლოებით 21 წუთამდე უკვე დაუბრუნდებით მაყურებელს ეთერში. კი ბატონო. რეალურთან ახლოვესია დაგვედო. მე მაგას ვიჩო კამიტი და ატომური ბომბი მარტივად დაიწყებოდა რა თქმა დიდი ფილოსოფოსო ვინ დამიჯერა პოსტა. რაციონალურია კონცეფცია იმას მიგეთებენ ტრაქში და ამბობას უნდა დაამთავრებდნენ ამაზე არავინ არ იფიქრა რა ხალეებმა. არა, ისე არასწორად რატომეგმოს ყველაფრის აი ციხიდან და სულფონავს აი ყველა თემას. ხო ვიძახდი თავიდან ვთქვი რომ არ დავასახელოთ ეს სახელი არ გვინდა. ვთქვათ რომ დაგწამდეს, შო? მე ემაკლევინა კონცეფცია თავი არ დავიწოვია ეს აღმოუგდენ. ეხლა გამოვიდა რომ შო გამიდია რა ჩაკეტეს თემა. სამთავრობო თემა შენ ნახე პულიკულად მოლოდინა გავანძება რა კალჩე რა ამიდება ანუ ხო მოვისმინეთ ნავხეთ აი ჩანაწერი თვითონაც კი ამბობენ ნახეთ რას ამბობენ რომ ბიჭო სახელი არ უნდა გვეთქვაო გაიგე კამეტიო და იმასაც კი ამბობენ რომ ჩვენ ატომი რო გვეთქვაო იმასაც კი შეიტენიდაო ქართული ოცნებაო აი მაპატიეთ ამ ჟარგონული გამოწვევა იქ ამბობენ ხო აგერ ახლა მოვისმინეთ ჩვენ დამაყურებელმა რა ეს
ეს გასაგებია, ხო, ვინც არის ესენი და რამიზანი ამოძრეებს და რისთვის არის შეფუთული ეს თემები და რატომ უნდათ ამ თემების საფუძველზე მათმა ააგორონ და გამოიყვანონ საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ყოველთვის დაუბრუნდები ამ საკითხს იმისათვის, რომ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში და კვლავ უკვე პროფესიონალურ დონეზე. არათუ ის შეცდომები, რომელიც დაუშვათ თავის ძროზე, როცა ისინი ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში და ასე პირდაპირ აშკარად ღიად ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, ბიზნესს ძარცვავდნენ, ქვეყანას ყიდდნენ, აუპატიურებდნენ ქვეყანას. ახლა უფრო კარგად პროფესიონალ დონეზე გააკეთებენ ყველაფერს ამ გაბძანაშაულებებს და საქართველოს იქნება სისხლის ზღვაში. ქვეყანაში საშინელება დატრიალდება ამათი მოსვლით. ისინი ვერც მოვლენ უკვე, აღარც მოვლენ. დამთავრებულია. არა, ისიც რა ბატონ ტრისთან შეიძლება შეეცადონ მოსვლას. ცდილობენ ხო, ეს შეიძლება არ არის. ეს შეიძლება კი არ არის. ესენი ცდილობენ. ესენი ყველაფერზე მიდიან, რომ ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეც ახლა რა ვთქვი თქვენ, თქვენთან საუბარში, ესენი საკუთარ დედმამასაც მოკლავენ. ისეთი ფსიქიკით ადამიანები არიან, რომ თავარია მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასე თქვა ფსიქიკური გადახრები და ეს საკე თემა არის კიდევ. და რადონის ფსიქიკური გადახრები აქვს მათ, ხო? ეს საკე თემა არის, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ ეს რაღაც გაურკვეველი წარმომავლობისა, ესე იგი, დაურკვეველი აზროვნების ადამიანთა ჯგუფები, ტერორისტთა ჯგუფები, ეს არის ტერორისტთა ჯგუფები. ნუ კამიტი მოიგონეს, ხო? იქ ის შემოიტანეს, გექსოგენი შემოიტანეს, დააკავეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა ბათუმში, რომელიც შემდგომ უნდა მომხდარიყო მისი მისამართზე მისვლა და შესაბამისად შემდგომ გადანაწილება ვინ როდის სად დაეფეთქებინათ. ტერაქტი ჩაედარებინათ, ხო? იქ ადვოკატი უნდა მოეკლათ, იქ ბავშვი უნდა მოეკლათ, კიდევ და კიდევ უბრუნდები. ანუ ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები. ესენი არიან დანაშაულთა ჯგუფი, აი კარგად ჩამოყალიბებული დანაშაულთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებენ არათუ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. ეხლა დაუბრუნდებით ამ კამეტის თემას დაუბრუნდეთ. კარგი ბატონო, ამგენმა გააკეთეს ესეთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგეს და კიდევ გადადგამენ. გაიგე, ასეთი ნაბიჯებიდან ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ბოლოდიში, ამათი მხრიდან. აი, ამათმა როგორ ჭამეს კი. მე ხედულებაში მყავს ქართული ოცნება. ამათმა როგორ ჭამეს და როგორ შეიტენეს თემა, გაიგე. რამ გამოგიყვანა და ხამ დაუბდა რომ განცხადებებს აკეთებთ და ერთმანეთთან შეუთანხმებლობით აკეთებთ განცხადებებს, ხო? ჯერ გარკვეულიყავით. გქონდათ თუ არა საერთოდ საცავებში ასეთი მსგავსი ქიმიური საშუალებები? ერთი აკეთებს რომ სააკაშვილის დროს შემოიტანესო და სააკაშვილის დროს იყო ეს ყველაფერი, მეორე აკეთებს იყო 600 ლიტრაო და ახლა გახდა 800, ხო? არ ქონია წინამდვილში არაფერი, გაიგე და აი ესე თემა უბრალოდ შეიტენეთ რა და ისე მათმა აღიარეს რომ ჩვენს მიერ მოგონილი ესა თემა მათმა კარგად ლამაზად შეიტენეს, ხო? აი რამხელა თქვენ აბსურდის წინაშე დგახართ, გაიგე და რამხელა თქვენი უსუსურობა არის აი ესეთი მსგავსი მოქმედებები, რომელი მოქმედებების საფუძველზე თქვენ შეგეძლოთ რომ აგეცილებიათ ეს თავიდან ყველაფერი და გამოსულიყავით კარგად მყარად საზოგადოების წინაშე და არა მარჩიელობის იმაში ყოფილიყავით პოზიციაში, არამედ სწორად გეთქვათ ხალხისთვის, ხალხო ეს არის პროვოკაცია, ეს არის ტყუილი. ჩვენთან საერთოდ მსგავსი სახის საშუალება არ არსებობდა, არც კი ყოფილა, არც კი შემოუტანია და აქედან გამომდინარე არც იქნებოდა და არც გვექნებოდა რომ გამოგვეყენებია ჩვენ ის აქციების დასაბევად. მით უმეტეს ამის ბერკეტები და ამის ისინი გავთ თქვენ ხელში გასწოთ შინაგან საქმე და რა უნდა მაგას რა პრობლემა არის გასწოთ შინაგან საქმე და სამინისტროს საცავებზე ვინც არის პასუხებელი პირი და ვისი უშუალო კომპეტენციაში შედის ის დაგეძახათ მისთვის მოგეთხოვათ იქ სარეგისტრაციო ჟურნალები, მიღება ჩაბარების აქტები და საერთოდ მას ოდესაც მსგავსი ნივთიერება შემოდის სასწავლში და არის შენახვაზე, მას მოყოფა
ეგრეთ წოდებული ტეტეხა, პასპორტი მოყვება, ეს არის სადაც არის მითითებული, რომელმა ქარხანამ გამოუშვა, რომ როგორ გადაადგილების ისა შემადგენლობა, სულ ყველაფერი გაიგე და თუ იქნებოდა ესეც უნდა გენახვებიათ საზოგადოების რომ ეს იყო და აღარ არის ჩვენთან, მაგრამ განადგურდა, მაგრამ ბიჭო, რაც არ გქონიათ, რაც არ გქონიათ, გაიგეთ რაშია საქმე. რატომ ესე იგი ქმნით ისეთ რაღაცეებს, რომ თითქოს ეს თქვენ გქონდათ, მაგრამ არის ეს არის უვიცობის ბრალი. ეს არის არა პროფესიონალური, ესე იგი, კადრები რო ყავთ თქვენ დღეს და ნაცნობობით და იმით რო ყავთ დანიშნული სამსახურებში და თანამდებობებზე, იმის ბრალი არის. და ის ძველი კადრები რო გაყარეთ და გაუშვით, რაც მიშამ გაყარა, მაშინ გაუშვა და აღარ მოგიდეთ ხელი იმ ადამიანებს და არ დაიყენეთ გვერდში, რომ თქვენ უფრო ეფექტურად გემოქმედათ, ხო? აი ეს იმის ბრალი არის. ეს არის იმის ბრალი, რომ ნაცნობობით კიდევ პარლამენტში რო შეკავთ, ხალხი გაიგე და მინისტრებს ვანიშნოთ, კიდევ აკეთებთ, რა ქვია, როგორც მოგეპრიამებათ ამ პატარა ლაწირაკებს და იმას, ეს იმის ბრალი არის. გაიგეთ ერთი რაღაცა, ყოველთვის ამ მდგომარეობაში იქნებით, გაიგეთ რაშია საქმე. ჩვენ იმას კი არ გეუნებით, კაცო, ჩარეკა ჩვენ დაგვიძახეთ და ჩვენ დაგვიმჩნევთ თანამდებობებზე. არის ის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში, კაცო, გამოიყენეთ ის რესურსი და დაუძახეთ იმ ადამიანებს და არ უნდა იმათ არც თანამდებობებზე დანიშნა. დაიყენეთ გვერდში, რომ გასწავლოთ რაღაცეები, რომ თქვენ მისი გამოცდილება გაიზიაროთ, რომ არ დაიკარგოს და არ მოგვდეს ის გამოცდილება, რომელიც ჭირდება დღეს ჩვენ საქართველოს, ხო? და თუნდაც იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო? უამრავი ძველი კადრები ყავს, გამოცდილი კადრები და მაგ მიმართულებით და უამრავი სპეციალისტები ყავს, სადაც სწორ მიმართულებას მოგცემთ და ასე სკანდალში აღარ გაეხვეოდეთ და უკვე სასაცილოდ შეგეკიდათ საქმე. ხო პროვოკაცია შემოგიგდეს და ხო უნდა გაეხვიეთ სკანდალში. შემდგომ რო აღარ გამოუვიდათ ეს პროვოკაცია მათ და შესაბამისად ჩავარდა მათი გეგმა, უკვე დაგცინიან. დაგცინიან უკვე რომ იმ დონის არაპროფესიონალები არიან ჩვენს მიერ აგორებული თემა და რაღაც ესეთი პროვოკაცია ეგრევე აითვისეს და აიწეპეს, რომ გაიგეთ რაშია საქმე, კაცო. ამას რატო აკეთებთ, კაცო? რასთვის გინდათ ეს და რატომ გინდათ რომ თქვენ ასეთი რაღაც არასწორი საქციელებით ხალხმაც დაგცინოთ, კაცო. სირცხვილი არის. რაზე ფიქრობთ, გამაგებინეთ ერთი და რა გინდათ გამაგებინეთ და რატომ გინდათ თქვენ ასეთი გზებით იაროთ, როცა შეგიძლიათ სწორად აკეთოთ საქმე და როცა გაქვთ მაგის საშუალება და მაგის რესურსი, რომ კაც ვარ, რომელსაც თქვენ მოგიყვანოთ ხელისუფლებაში და დაგნიშნათ თანამდებობებზე, ხო? იმ გააკეთოთ სწორი საქმე, ხო? გააკეთეთ ეს სწორი საქმე და დადექით მყარად და იყავით თქვენ საქმეებში კომპეტენტურები და ყავდეთ ის კომპეტენტური კადრები, ხო? და ვერავინ ვერაფერს ვეღარ პროვოკაციაში შემოგიგდებთ და ვეღარც ესე იგი ვერანაირ ესეთ მსგავს რევოლუციებს ვეღარ მოგიწყობენ და ვეღარ შეგიფუთავენ იმ ქიმიურ საშუალებებს, რომელიც ქიმიური საშუალებებს არ არსებობდა საქართველოში. არ იყო ბატონო, ანუ ეს ბატონო მსგავსი ნივთიერება არ იყო საქართველოში შემოდარი. აი ახლა მე შემოგიბრუნებთ ახლა კითხვა ბატონისთან. თუ არ იყო საქართველოში შემოტანილი ეს ნივთიერება და თუ აკრძალულია იგი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მაშინ რატომ განაცხადა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ის განცხადება, რომ სადაც ახსენებს, რომ ჩვენ არ ვიყენებდითო კამიცო, ეს 2012 წლამდე იყო გამოყენებაშიო. ჩვენი მოსვლის შემდეგ ის არ გამოგვიყენებიაო ჩვენ თორე 2012-მდე იყო გამოყენებაშიო. ისინი რა დაპასუხს გასცემ. მე გეტყვით ახლა ბატონი ვახტანგ გომელაური იყო და არის შესანიშნავი ადამიანი და ქართველი კაცი და იყო ძალიან კარგი მინისტრი იყო ეს და მე ვიცი რომ ის ძალიან კარგად ართმევდა თავის დაკისრებულ მოვალეობას და პოლიციასაც კარგად პატრონობდა და უყვარდა პოლიციასაც კარგად და უყვარდა ესას აფასებენ, ხო? მაგრამ ბატონო ვახტანგ გომელაურს ზა ინფორმაციას მიაწოდეს ის მინისტრი არის, გესმის რაშია საქმე. მინისტრს მომადგილეები, მე დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამართლოს უფროსები, მთელი ის არის ეს მექანიზმი ამისა, გაიგე. მინისტრსაც მიაწოდეს, მაშინ ის თქვა მინისტრმა. მინისტრი კი არ შედიოდა იმ საცავში და კი არ ამოწევდა იმას, იყო თუ არა კაცო ის და ნამდვილად იყო თუ არა შემოტანილი. ანუ ეს მინისტრის შეცდომაში იყო. ანუ ეს ყველაფერი მზადდებოდა, გესმის რაშია საქმე. და ეს არ არის გუშინდელი და დღევანდელი მომზადებული პროვოკაცია, ეს დიდი ხანია იყო ამის ჩანაფიქრი და იქ შიგნით ჩანერგილი აგენტურა, რომელიც ყავთ
თუნდაც იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში ის ნელ-ნელა რაღაც დოზირებულად ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ხო? რაღაც არის გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც ქვია კამეტი ჩვენთან საწყობში და ამას უნდა თავისი სპეციალური სათავსო და მაგეთ ასეთ რაღაცებს იქნებოდა იქ, ხო? და ამიტომ ახლა მინისტრს ეტყოდნენ, გაიგე რომ თუ არის საიდან მინისტრი ხო იკითხავდა თუ არის საიდან და მიშას დროს არის შემოტანილი. მიშას დროს ვერ შემოიტანდნენ ამას, გაიგე. კომუნისტების დროს არ არის შემოტანილი და მიშას დროს საიდან შემოიტანენ, როცა განადგურებულია ეს საერთოდ და ამოღებულია ხმარებიდან, ხო? ანუ არ არსებობდა ეს ყველაფერი. ეს იყო შეცდომაში შეიყვანეს შინაგან საქმეთა მიყოფილი მინისტრი და გააკეთებინეს ეს განცხადება, რადგან მან იკითხა ეს ახლა, როდესაც უკვე დადგა საკითხი და ატყდა ამხელა სკანდალი, ხო? საერთაშორისო BBC-მ ატეხა ამხელა სკანდალი, ხო? თავისთავად ხადი არის იქ მოიკითხავდნენ ახლა ვინ იყო მინისტრი მაშინ? გომელაური იყო, ხო? აბა გომელაურთან იქნებოდა უკვე ეს კითხვები დასმული, მე და ისა დაწუნებული არ იმაში რომ გომელაური გასენა პასუხს რომ აი ჩამოვყალიბდები და შესაბამისად გაგცემთ კითხვებს და ის თავისი კონტაქტები და თავისი რაღაც გარკვეული იმით გზებით მოიკითხავდა მას. იყო თუ არა მართლაც ეს შემოტანილი და იყო თუ არა ეს გამოყენებული და ისიც იქ მოხდა ალბათ შეცურება ასეთი თემის, გაიგე რომ ამას ეს განცხადება გაეკეთებინა შინაგან საქმეთა მინისტრს. აი შეფუთესა შეუცურეს, ხო? აი ეს შემოვლითი გზებით გაკეთეს ყველაფერი და ვიღაცას ათქმევინეს რომ კი კაცო ეს სააკაშვილის დროს იყო შემოტანილი, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებიაო. ანუ ეს ათქმევინეს მას არასწორი ინფორმაციები არასწორი მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე თუ არა. ახლა გომელაურს კი არ გაუკეთებია შეგნებულად ეს განცხადება. უბრალოდ კიდევ იმეორებ, ის არის მინისტრი. ხო? და მინისტრი ახლა საწყობებში და საცავებში და იმგეში ვერ იზრომიანებს, ხო? ის პოლიტიკური ფიგურა არის და მას უფრო მეტი ზემდგომი ესენი აქვს, მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, საორგანიზაციო საკითხები გადასაწყვეტი, ხო? და მას ყავს მოადგილეები, მას ყავს კიდევ იმეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მას ყავს სამართლოს უფროსები და ასე შემდგომ მიდის ეს საფეხურების და მიხვიდეთ, ხო? ქვემოთ, ხო? აი იქ არის სადღაც და ძაღლისთავი და მარხული. ესმით რაშია საქმე. თორემ კიდევ ვიმეორებ ეს საერთოდ ესეთი ნივთიერება საერთოდ არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავებში. მე ერთ რაღაცას გეტყვით რა. მე როდესაც გადავიბარე რუსებიდან სამხედრო ნაწილი, ხო? და იქ მოხდა კომისია შეიქმნა, კაცო, ეგრე კი არ არის საქმე. როდესაც თუ რამე ესე გასატანი იყო, მათთან წაიღეს, გაიტანეს, ხო? ამაზეც მოქმედი დაეწერა, ამაზეც კომისიამ ხელი მოაწერა, აქტები შედგა. თუ რამე დაარჩა კიდევ ასავებში, რომელიც ესე იგი რუსებმა არ წაიღეს, ხო? და არ ჭირდებოდათ ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით კომისიამ იმუშავა დეტალებში, გაიარა ყველაფერი, რომ ეს იყო საჭირო, ეს ჭირდებოდა, დაუშვათ ეს არ ჭირდებოდა, რომელიც არ ჭირდებოდა, მისი უტილიზაცია ხდებოდა, ან კონსერვაცია ხდებოდა და გადიოდა საერთოდ საწყობიდან და მიდიოდა სპეციალურ საცავში, სადაც უნდა მოხდარიყო შემდგომ მისი უტილიზაცია, ხო? ანუ იწმინდებოდა ამით ყველაფერი, გაიგე და იგივე პროცესები იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და როდესაც გადაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საცავები და სპეციალური საცავების გადაბარების პროცესში იყო კომისია, რომელიც მუშაობდა და რა ქონება იყო გადაბარებული საბჭოთა მილიციიდან დაუშვათ დამოუკიდებელი საქართველოს მილიციაზე, პოლიციაზე, ხო? ამის დოკუმენტაციები ყველაფერი შედგებოდა აბსოლუტურად ეგრე ხეთი ხელისმოსვით არავინ არაფერს არ გადადგა, არ თვითონ და ვინც გიტოვებს ამას ისიც არ შეიგდებდა თავს უხერხულობაში და შარში და არც მიმღები, გაიგე, ისა ორხრივი დოკუმენტი შედგებოდა და დაფიქსირდებოდა ეს ყველაფერი დოკუმენტი და შემდგომ ეს დოკუმენტები ინახება სპეციალურ არქივებში ინახება. შეეძლოთ მოეკითხათ ეს ყველაფერი და ამოეძებნათ ამ პერიოდი იყო თუ არა მართლა შემოტანილი საქართველოში ეს ყველაფერი, მაგრამ და ამის საფუძველზე შემდგომ შეეძლოთ გაეკეთებინათ პირდაპირ განცხადებები იმ პოლიტიკოსებს, რომელთა პოლიტიკოსებსაც თავგზააუბნიეს ყველაფერს, გაიგე და იმ მინისტრებმაც და იმ სხვა დანარჩენმა სუმბადმა სახეებმაც, რომლებმაც დაადასტურეს, რა თითქმის ქართულმა ოსიმამ დაადასტურა, რომ კამეტი იყო კაცო საქართველოში, მაგრამ ბიჭო არ ყოფილა, გაიგე და ამ შარს რატო
რატო ესე იგი იტენით გამიგეთ სახშია საქმე თუ იყო კიდო ხო დაუშვა სიტყვას გეუნდე მე ვიცი რომ არ ყოფილა თუ იყო ხო იგიც ის არის ვაი არის გაიგე იმიტომ რომ თუ იყო უნდა გაგენადგურებია დამტეხანი და უნდა ყოფილიყო ის ან დაკონსერვებული ან განადგურებული უნდა ყოფილიყო ხო თუ იყო მაგრამ არ ყოფილა და რატო ეძახეთ ასე არ ყოფილა იმას რომ იყო და ჩვენ არ გამოგვიყენებიაო აი ეს გაგიკეთეს და ეს გაგიჩალიჩეს თქვენ ნაციონალურ მოძრაობამ და იმ საგენტურულმა დაჯგუფებებმა რომლებიც დღესაც კიდევ რაღაც ახალ პროვოკაციებს ამზადებენ ეს ამით არ დამთავრდება ბატონო გაიგეთ აშია საქმე. ეს კიდევ ახალი პროვოკაციებს უნდა მოვედო ჩვენ, გაიგე, მარტო კამინსკი არა. კიდევ ახალი ასე ვთქვათ, ყველაფერი წინ არის. ყველაფერი წინა გვაქვს. ეს ამას ექნება ძალიან ძელ ვადიანი ხასიათი, რადგან სანამ ბოლო ლურსმანს არ დავაჭედეთ ჩვენ ნაციონალებს, გაიგე, ბოლო ლურსმანს არ დავაჭედეთ აგენტურულ ქსელს, რომელიც საქართველოში დღეს ისე მოქმედებენ ორგანიზებულად, ხო? მანამდე აი სიტუაცია არ ჩაწამდება საქართველოში. მანამდე ვიტებით ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში. რა ქაოსურ მდგომარეობაში დღეს იმყოფება საქართველო და ამას თავს ვერ ართმევს ქართული ოცნება, იმიტომ რომ თითოეულ ქართულ ოცნებაში წავთ ჩანერგილი აგენტები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი პროვოკაციების, ასე უცებს სწრაფი ტემპით მას გაშლას ამ ქვეყანაში. აი ეს არის და ეხლა თქვენ თვითონ ქართულმა ოცნებამ დაფიქრდით და კარგად შეხედეთ, რომ რა მდგომარეობაში ხართ და რა გინდათ ის მაინც გაერკვიეთ კაცო და ვისანგინათ ურთიერთობა და ვისანგინათ მეგობრობა და ვისანგინათ მტრობა. მაგრამ ამაშიც ვერ ხართ გამკვეული და ძალიან ცუდი არის, რომ ვერ ხართ გამკვეული, უნდა გაერკვიოთ ერთხელ სამუდამოდ და უნდა რაღაცნაირად მოახდინოთ თქვენი თავის თქვენ თავში იმის გაბედულება და იმის რო ვიტყვი ნაბიჯის გადადგმა რომ ამ ქვეყნისათვის გააკეთოთ ის სასაკეთებელი საქმე რაც ჭირდება ამ ქვეყნას და არა ამ პროვოკაციებს და ამ სულელებს და ამ გიჟებს ზდიოთ და ყოველთვის ამ აჟიოტაჟის და ამ ქაოსის საფუძველზე უკვე გადაფაროთ სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი თემები რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებელია და ჭირდება ამ ქვეყანას ხო მაგრამ როგორც ჩანს 20 კაცი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოს და არა ეს 20 კაცი რა ამ 20 კაცის და ამ 30 კაცის რომელიც ახლა ერთ და იგივე ჩვენ ფიგურანტებს უყურებთ აქ უმაში ქუჩაში და ერთ და იგივე სახეებს უყურებთ რომლებიც ამათ უდგევან საერთაშორისო არ არის პრობლემა მეცნიერად იმაში ეს ადამიანები არ არიან პრობლემა ეს ადამიანები უკვე გამარგინალებული ხალხი არიან და უკვე საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რომ ამათი რომ ვიტყვი ხასიათი ამათი მოქმედება ამათი დაავადება რა თავარია ცნობილი კარგად რადგან ეს დაავადება არის ფსიქიატრული დაავადება ვინც ახლა იქ რუსთაველზე გადის და დადიან და აღმად იარებიან და არიან თამბავში და ასე ავანტყოფურად დგანან იქ და ეს მართლაც საშინელება არის რა კურნალობას ეკონდებარებას. ყველანი კურნალობას ეკონდებარებიან, კაცო, იმიტომ რომ ესენი არიან სწორად მოაზროვნე ადამიანები. ამათ ფსიქიკა არის არ არის სწორად. ვერ ფიქრობენ სწორად, ვერ ხედავენ სწორად, ვერ აზროვნებენ სწორად. ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანები არიან, ხო? ახლა ჩვენ დავხედეთ და შევხედეთ, კაცო, თვითონ კონტინგენტს, ხო? რაღაც დაჯგუფება რო არის, თუ რაც გვინდა იმას გავაკეთებ და სადაც მინდა იქ ავალ და ჩავალ და ვინდა სახურავზე ავალო და ვინდა იქიდან ჩამოვალო, ხო? ხო არის, ახლა ნორმალური ადამიანები არიან, ეს ავანტყოფობა. ტვინში აქვს მაგათი ჩალექილი, ამიტომ არის რომ მაჩედებათ კურნალობა. ფსიქიატრ სამართლობაში მე არაერთხელ მithქვია და არაერთხელ მიმართავს ქართული ოცნებისთვის რომ აღადგინეთ ბიჭო ის ასათია ეს სამკურნალო ცენტრი თუ გაყიდული არა გაქვთ ახლა ის ტერიტორია და თუ კორპუსები არა გაქვთ გაშენებული ხო აღადგინეთ ის და ან რაღაცა კიდევ სხვაგან გააკეთეთ რომ ამ ადამიანებს მიეცეთ იმ კურნალობის საშუალება და აღარ იწანწალონ იმ რუსთაველის და აღარ სტვინონ იმ შვიდსტოკებში და საყვირებში და ხალხი მაინც დაასვენეთ და დააწყალეთ ხალხი და ამათ მიხედეთ და მიეცეთ ის დამამშვიდებლები და დამანწყლებლები იმ სპეციფიკურ დაწესებულებაში სადაც მათი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი მკურნალობა ჭირდება მათ ეს არ არის ერთვიანი და ორთვიანი პაციენტები ეს არ არის ამათ ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა წლები არა წლები ჭირდება და ამიტომ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიძლება ძალიან სწრაფად და მალე იმისაც რომ ქვეყანა დაისვენოს და ხალხმა დაისვენოს და ეს კომიტეტები და ეს ისინი სასისულელები რასაც ისინი აკეთებენ ხო ესენი ყველაფერი არის თქვენი ბრალი არის იმიტომ რომ თქვენ თვითონ ვერ გააკონტროლეთ ეს სიტუაცია და ვერ აკონტროლეთ კიდევ სიტუაციას რომ მსგავსი პროვოკაციები კიდევ არ აეწეპოთ და არ აითვისოთ რა
რომ არის იცოდეთ საჭირო აუცილებლად გაწმინდოთ თქვენი სტრუქტურების გაწმინდოთ იმ აგენტურული ქსელები და რომელი აგენტურული ქსელებიც დღეს კიდევ ძალიან ოპერატიულად და ეფექტურად მოქმედებენ თქვენ წინააღმდეგ და ქვეყნის წინააღმდეგ და იქნება რაღაცნაირად ამ ფულსაც მიხედოთ იმ ფული რომელი ფული შემოდის დიპლომატიური თვითით და ქეშის სახით ურიგდებათ მათ ხო იქნება ეს გზები ჩაკეტვით რაღაცა მსგავსი მექანიზმი ნახოთ ისეთი მექანიზმი რომელი მექანიზმის საფუძველზეც თქვენ გააკონტროლებთ ამ დიპლომატიურ თვითს და ამოიღებთ იმ აგენტურულ თანხას რომელი აგენტურული თანხას ანგრევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკას ბატონო ტურისტან საინტერესოდ მიყვავს ჩვენ საუბარი დღეს დღევანდელ ეთერში და ჯობია გადავინაცვლოთ უკვე თურქმენეთში ჩატარებულ სამშვიდობო შეხვედრაზე დიახ ჩვენ ყველა ვნახეთ თავარმა გაავრცელა ეს კადრები თუ როგორი სახე ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, როდესაც პუტინი საუბრობდა და მინდა გავშალოთ ეს თემაც, ისევე როგორც კამიტის თემა გავშალეთ რამდენიმე წამის წინ და თქვენ უფრო მეტი იცით ამ თემასთან დაკავშირებით და დავიწყოთ ჯობია ამ თემაზე. ხო, ახლა მოკლედ ეს თურქმენეთში ეს კონფერენცია რომელიც ჩატარდა იქ ისეთი ქვეყნის პირველი პირები იყვნენ, რომელი ქვეყნის პირველი პირები სოფლიოში ამიც ქმნიან, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ამის, ხო? მათ შორის ჩინეთი, იქ რუსეთი, იქ ინდოეთი და ასე შემდგომ რა. ქვეყნები ასე ვთქვათ. ქვეყნები, რომელი ქვეყნებსაც ანგარიში უნდა გაუწიო, კაცო, ხო? კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ იყო, ხო? ძალიან კარგი არის. მივესალმები ამას, მე და უნდა წასულიყო კიდევაც. უნდა წასულიყო თურქეთის იყო პრეზიდენტი ერდოღანი იქ იყო ხო მაგრამ ბიჭო იცი რა მიგვირს არიქა ატყდაეთი ამბები აი ირაკლი კობახიძემ რატომ არ დატოვა დემონსტრაციულად დარბაზი როდესაც პუტინი გამოდიდოს სიტყვით აი რატომ უნდა დაეტოვებინა აი ლოგიკურად რო ვიმჯელოთ რატომ უნდა დაეტოვებინა დარბაზი ირაკლი კობახიძეს როდესაც პუტინი გამოდიდოს სიტყვით ამ დატოვებებმა და ამ გაბუტვიობანას თამაშებმა რადონეზე მიგვიყვანა და სად მიგვიყვანა ჩვენ ხო კარგად ხედავთ რა იგე აფხაზეთი აღიარებიეს სამაჩაბლო აღიარებიეს საზღვრები გაავლებინეს ეხლა საბაჟოს დაგვიყენებენ სასაზღვროს დაგვიყენებენ იქით ხარ ზაგერ ენგურის ხიდზე იგე აგე ერგნეში დაგვიყენებენ ხო ამას შენ პირიქით ეს მსგავსი შეკრებები უნდა გამოიყენო იმისათვის რომ როგორმე შენ მოახერხო და რაღაცა ფორმით სახით არის არსებობს უამრავი რაღაცები დიპლომატიაში და იქ კულუარებში და სიმაში რომ რაღაც მაინც მინიშნებების სახით ან რაღაცნაირად მისგან გაიგო რა უნდა მას რას გვერჩის ჩვენ რას ერჩის ამ ქვეყანას ხო უნდა უთხრა კაცო და ხო უნდა ეთქლა სამუდამოდ იცოდე შენ ხო ამას პირიქით ის მაშინ კი ბატონო თუ პუტინზე ერთი ამბავი ატეხეს და პუტინი იყო და პუტინს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს დაკავებული და დღემდე ჯარები უდგას იქ და მოკლედ აღიარა და ყველაფერი ერდოღანი ვინ არის ვკითხულობ მე ერდოღანი ვინ არის ერდოღანს არ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები აკლარჯეთი ხო არ არის თუ არ ცნობენ ისინი არ არის საქართველოს ისტორიული ტერიტორია ხომ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები რატომ არ ეუნება ერდოღანს რატომ არ ებუტება ერდოღანს იქ ერდოღანიც იქ იყო იმაში ამ თურქმენეთში და ერდოღანის გამოდიოდა სიტყვით და ერდოღანიც იქ დადგა და სურათები გადაიღო და რა ერდოღანს არ აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული მე მაქვს ეს კითხები კაცო თუ დაივიწყეს ის ჩვენი ისტორიული მიწაწყალი რომელიც თურქეთს აქვს ოკუპირებული და არ არის ჩვენს ამდენი ეკლესიაც აქვს ამდენი ეკლესია რომლის ჩვენ დღე არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებმა საქართველოსთან რომ მომხდარიყო აღდგენა იმის სალოცავების და იმ წმინდა ადგილების სადაც ჩვენი ისტორიული ეკლესიები არის მაგრამ არ გააკეთეს თურქებმა ეს და არ დათესნება და იქ აქვს წემსების საიმად შეყვანილი თავისი პირუტყვი გაიგე და ასე მილწავენ ჩვენს სალოცავებს ისიც არ დაგვაუწყდეს ბატონო ტურისტან გავრცელდა ვიდეოები ფოტოები თურქეთიდან სადაც ფრესკები თამარის გრიგოლ ხანძთელის ინგრევა გადაღებილი ინგრევა ღებავენ ყველა ან ყვავს შლიან გაიგე რაშია საქმე იმ ჩვენი ისტორიული მიწაწყალზე ხო არ უნდა ვთქვათ ერდოღანს ის ოკუპანტი არის და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები რატო ვიძახით იმათზე რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის როგორ არის შენი სტრატეგიული პარტნიორი აგე ბათუმი დაიყო უკვე ბათუმში შემოვიდა უკვე მთელ ბათუმში უკვე სადაც გაიხედავ თურქები არიან ყველგან ხო მოყვარია შენი ეს თურქი
მეჩეთებს გიშენებენ აგერ? ამაზე ხმა უნდა მიიღოს კაცო სახელმწიფო. სახე კი აქტიურობენ, აქტივისტები არიან კაცო ეხლა მე დღეს კიდევ მაშინ ნახე აგერ მას სოციალურ ქსელებშიც ხატია როა ჯანაში აგერ მართლა საშინელებაა კაცო აგერ იმაში მაიდანზე გამოვიდნენ შუა გზაში გააფენენ ხალიჩებს და იმაზე ტროტუარებზე და ლოცულობენ იქ მეჩეთი აქვს და შევიდნენ ილოცულობენ მეჩეთში ხო? ახლა კანონი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს კანონი იმათი არ ვრცელდება გზის გადაკეტვები? ხომ არ გავცელდეს? 100%. როგორც გზის საავტომობილო გზის გადაკეტვა, ასევე ფეხმამალი ბილიკების გადაკეტვა. ჩემი აზრით უცხოტომელები არიან ხანდახან შემოთავაზებული, მაგრამ ვერ გავიგე, ესენი ჩვენ მოყრები არიან და რუსები არიან ჩვენი მტრები? რუსები არა თავის ძოზე ბათუმი ვეგან თავისუფდებოდა ამ იმიდან რაღაცა ქვია, მაშინ თურქული ოკუპაციიდან, ხო? და დღეს ეხლა რას ვაკეთებთ, კაცო? რატომ დღეს ესე იმაში ვარ სირაქლემას პოზიციაში ვარ ვერ გავიგე მე რატომ გამოეყენებინა კობახიძეს და მისულიყო და დალაპარაკებოდა პუტინს ვისი ეშინია ამათი ეშინია ამ მათხოვრების ამ ძინძღლიანების ეშინია ამ არანორმალური ადამიანების ეშინია მეტი მიტინგი რა უნდა მოგიწყონ იმაზე მეტი ხარხი რა უნდა გამოიყვანონ რაც გამოყავდათ ხო მაგრამ სხვა რაღაცაში აქვს საქმე ეთქობა სხვა რაღაცაში აქვს საქმე ხო მიდი დაერაბარაკე კაცო მიდი უთხარი, შევხვდი, რა მოხდება ამით? არაფერი არ მოხდება, კაცო. გაიგე ბოლოს და ბოლოს რას ფიქრობ ის კაცს და რა უნდა იმას და რა გეგმაში და რა თავში ჩადებული საქართველოსთან მიმართებაში. ხო? არ აგეთებენ. რატომ არ აგეთებენ? რატომ არ გინათ თქვენ გააკეთოთ ერთი მითხარით და აგვიხსენეთ. ეხლა მე არავითარ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ იმას რომ თქვენ გეშინიათ აქ საქართველოში მიტინგებს მოგვიწყობენ, ატყდება ერთი ამბავი და მოკლედ ესე იგი თავზე დაგვამხობენ ყველაფერს. ვერავინ აღარ მოგიწყობთ მიტინგებს. მიტინგების მომწყობები აღარ აქვს, ხო ხედავ, უკვე აღარ არის. ყველა ციხეში შეყარეთ ეგ და შესაძლებელი იყვნენ. ეს სწორიც გააკეთეთ. და კიდევ უნდა შეყაროთ ესე ციხეებში, იმიტომ რომ არ არის ესე პოლიტიკოსები, ესე მტრები საქართველოს, ხო? ვერავინ აღარ მოგიწყობთ მიტინგებს. რა გაჩერებთ? რა არის მიზეზი იმისა, რომ თქვენ დღეს გაბედულად ვერ გამოდიხართ და ვერ დგამთ იმ ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯების საფუძველზეც თქვენ დაიწყებთ პირდაპირ დიალოგს რუსეთთან და მოხდება ერთხელ სამუდამოდ იმ ურთიერთობების დალაგება, მოხდება ერთხელ სამუდამოდ აფხაზთა ორს ხალხთან მისვლა და ისევე იმ ძმური ურთიერთობების აღდგენა. ამას ხო არ ჭირდება ვიღაცების იქიდან კარნახი და ჩურჩული ყურში, ხო? ეს ხომ შენ იცი და ეს ხომ შენ კარგად გაქვს თავში რომ თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა ხო შენ ვერ ძალისმიერი მეთოდებით ვერ მოახერხებ ვერაფერს და ვერ სხვა ვერანაირი გზებით ვერ მოახერხებ ტერიტორიების დაბრუნებას ხო ხო რაღაცა მექანიზმი არსებობს კაცო ამ თქვენ დიპლომატიაში და ამ თქვენ გეგმებში ხო არის რაღაცა რო გაქვს რაღაცა გაწერილი ხო რომ ამის საფუძველზე როგორ უნდა მივიდეთ ჩვენ იქ სადაც ჩვენი ისტორია არის ხო ამას რატო არ აკეთებთ კითხვები მარტო მე კი არა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაა კითხვები ამასთან დაკავშირებით რატომ არ მიდიხართ რატომ არ საუბრობთ აღარ გეშინიათ ხო ხედავთ უკვე დასავლეთის აღარ გეშინიათ ხო deep state-ის აღარ გეშინიათ ამ მიტინგების აღარ გეშინიათ რომლითაც თქვენ თავის ძროზე ამბობდით რომ აი ჩვენ იმიტომ ვერ ვაკეთებდით რომ აი ეს ამ წეხების ქვეშ ვიყავით გადალახეთ ეს ნახები უკვე ხო გადალახული არის ეს ნახები ამიტომ ახლა ერთადერთი რაც აღჩენიათ უკვე ხო შინაგანი სურვილი გქონდეთ შინაგანი წვენა უნდა გქონდეთ იმისა რომ თქვენ უნდა იყოს დარწმუნებულები თქვენ თავებში რომ გაბედეთ ნუ გეშინიათ კაცო ის კაჭიჭამი არ არის ხო მით უმეტეს არაერთი მითითებისა მინიშნებისა არაერთი განცხადებისა რატო აძახებიებთ ახლა ამ ბოლო დროს რომ თქვენ ახათო სააკაშვილი ნომერი 2-ო გაიგე რატომ რა გააკეთეთ ისეთი რომ თქვენ ეს ამით საშუალება მიეცით იმას პუტინს და ლავროვს რაშია საქმე ხომ ეცით რომ სვანაირად ჩვენ ვერ მოახერხებთ ვერც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოახერხებთ ეს გამორიცხულია ხო არც ამერიკელების დაკრუზით დაგიბრუნებენ ჩვენ დაგვიბრუნებენ ტერიტორიას არც ევროპელების დაკრუზს ეგრე ევროპელებიც ამერიკელების და ნატოს უკრავს ეგრე უკრაინაში და რა მდგომარეობაშია უკრაინა ჩვენ კარგად ხედავთ ხო მთელი ევროპა ამერიკა და ნატო ჩართულია ამ პროცესებში და ვერაფერი ვერ უგდეს რუსეთს ვერ მოერიან პირიქით გააძლიერენ და
შენ გინდა აქ მილიონი ნახევარი კაცი ვარ და ჩვენ როგორც საქართველოში და ამის შენ გინდა რომ ამ მილიონი ნახევარი კაცის იმით რესურსით თითი უქნიო რუსეთს ამ მილიონი ნახევარი კაცას 1 საათში გაგვაქრობენ კაცო 1 საათში გაგვაქრობენ არ თუნდაც 1 საათი გაიგე რამოდენიმე რაკეტა დაეცემა აქ და დამთავრებული საკითხი არის აღარ ვიარსებებთ გაიგე და ამას ნუ გააკეთებთ იარეთ სწორად ხალხმა აგირჩიათ ხალხს აქვს სურვილი ნება და ოცნება როდის დავიწყებთ 20 აფხაზ ხალხთან ურთიერთობებს და 20 აფხაზ ხალხთან ურთიერთობებს დავიწყებთ მანამ სადაც ჩვენ არ მივართ რუსეთთან გაიგე და არ დავიწყებთ საუბარს და არ გავერკვევით მდგომარეობაში რა გვინდა ჩვენ და რა უნდა მათ ეს არის გასაკეთებელი აუცილებლად ეს გააკეთეთ და თუ კი ამას გააკეთებთ თქვენ არადუ მარტო საქართველოს მოსახლეობის დინდობას მოიპოვებთ არამედ მთელ საქართველოს გააერთიანებთ რა და მე ვიცი დარწმუნებული ვარ ამაში თქვენ რომ აი ეს ნაბიჯები გადადგათ თქვენზე მე ძლიერი ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ იქნება და ისტორიაში შეხვართ როგორც ქვეყნის გამაერთიანებლები შეხვართ ისტორიაში მეწვევთ იმაში და არასდროს თაობიდან თაობაზე გადავა თქვენი ის კეთილი საქმე რომელი კეთილი საქმის საფუძველს საქართველოს დაუბრუნეთ მაშინდელი დაკარგული ტერიტორიები ეს გადავა თაობიდან თაობაზე გადავა თქვენ ისტორიაში შეხვართ ასეთი კეთილი საქმის გაკეთებისათვის და გააკეთეთ ეს კაცო ახალგაზრდა ხალხი ხართ ხო თქვენ ხელში არის რესურსი თქვენ ხელშია კანონი თქვენ ხელშია ძალა თქვენ ხელშია ყველაფერი თქვენ ხელშია საზოგადოების მხარდაჭერა ეს ჭინგები კი არა 15 კაცი რომ გამოდის რუსთაველზე და აქოთ ეს ყველაფერი ისინი არა იმათ ჩვენ იმათ ისინი არ არიან საზოგადოების ნაწილი უკვე ის ადამიანები არიან მტრულ პოზიციაში მყოფი ადამიანები რომლებიც არიან პირდაპირ ჩასაფრებული როგორ დაანგრიონ ეს ქვეყანა და გაანადგურონ ეს ქვეყანა ამისთვის არის ამისთვის ეძლებათ მათ ფული ხელფასი ეძლებათ მათ იმისთვის რომ დაანგრიონ ეს ქვეყანა და ეს ამათ ნუ უყურებთ თქვენ და ნუ უსმენთ მაგათ აღარავინ არ უსმენთ მაგათ ახლა ეს ქუჩაში მოტანწალე ძაღლები რო არიან ხო ისინიც კი აღარ უსმენთ მათ გაიგე და ისინიც კი გვერდს გაულიეხულენ და წავლენ და არც უყებენ ასე არც ხო რა იმიტომ რომ იციან რაც ავადმყოფები არიან და ასე გიჟებიან მოკლედ ის თურქმენეთის უნდა გამოეყენებია თურქმენეთის ტრიბუნალს უნდა გამოეყენებია ირაკლი ყარიბაშვილს იმას მაპატეთ ირაკლი კობახიძეს და ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ ჩვენ როგორ ნაბიჯ მივაქციოთ იმას რომ მივუახლოვდეთ იმ დიალოგს რომელიც დიალოგის საფუძველზეც ჩვენ რუსეთთან დავიწყებთ სწორ კეთილმეზობლ ურთიერთობებს ეს ყველგან უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ისინი იყვირებენ აბა რა სიზამი აბა სალომეს ეს დავალება აქვს კაცო მიღებული ამ ქუჩა მოწანწალე ვიღაცა ზუკნა ფუფალას გაიგე ეს დავალება აქვს მიღებული ეს ხალი არ არის ეს მოღალატი არის ამას ეს გენეტიკური მოღალატი არის კაცო ამის წინაპარმა ხო დედაუტირა საქართველოს გაანადგურა ქვეყანა ხო ამის წინაპარმა და ახლა ჩვენ როგორ გონიათ ეს იქნება კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება არც ეს შემთხვევაში ეს იმდენად ტრიგ გარეცხილი ადამიანები და დაავადებული ადამიანები დღესაც გონია თავისთავად პრეზიდენტი და პრეზიდენტი ვარ რო იძახის აი წამით რადონის ავადმყოფები აქვს ჩვენ საქმე რადონის კატეგორიას იძახის ბატონო ტრისტან მაგრამ რასაც მე უყურებ კომენტარებს და რეაქციებს ყველა დასცინის გასაგებია მაგრამ ერთი პასუხი ყო ასეთი რომ თქვენ ქალბატონო სალომე უკვე წინა დროში ჩარჩით ისევ გონიათ თავი პრეზიდენტიო ესეთი კომენტარიც იყო ახლა გონია ამ ადამიანს პრეზიდენტი თავისთავად გაიგებ სააკაშვილის პრეზიდენტია დღეს სიგაში რუსთავის მეექვსეში რო იგის იძახის პრეზიდენტი ვარო გაიგე ამბობს ის კაცო და კიდე ბევრი ამბობს პრეზიდენტი ვარ ყველას გონია თავისთავად პრეზიდენტები გაიგეთ ანუ ესენი ვინ არის ისინი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები და ფსიქოპატები არის ამიტომ საჭიროა ეს მათი იზოლაცია გაიგეთ აშია საქმე და გრძელვადიანი კურნალობა ეს არის ძალიან იდეალური რომ ვიტყვი საქმე და კეთილშობილური საქმე თუ ამ ადამიანებს ჩვენ გავხსნით გრძელვადიან კურნალობაში აბსოლუტურად გზა გაეხსნება საქართველოს ყველგან რა ბეწვდეთ იმაში და აღარ ეყოლება არც deep state და არც ევროლიბერასტებს და არც ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერასტებს საყრდენი გიშთა საყრდენი პუნქტი საქართველოში ძალიან დიდი მადლობა ბატონო რისთან მურძანებისთვის გადავაცილეთ დროს მაგრამ ძალიან საინტერესო ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა დამეთანხმებით ალბათ ხო? დიახ მადლობთ თქვენ მოწვევისათვის და მადლობთ რომ ასეთ თავისუფალი ეთერი გაქვთ და არათუ მარტო მე ყველას თუმას ელევა იმის საშუალება რომ თავისი ხედვები და თავისი ანალიზი და თავისი აზრი გამოთქვას თქვენი ეთერიდან.
ამიტომ ეს გადაცემა საზოგადოებრივი პოლიტიკური და ამიტომ ქვია გადაცემას ანალიზის დრო, რომ ყოველთვის ანალიზი უნდა გავაკეთოთ და შევაფასოთ მიმდინარე მოვლენების საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ეს იყო ტელევიზია ტელეარხი TV+-ი, ეთერში იყო გადაცემა ანალიზის დრო. ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც არის გენერალ-მაიორი და წოდებით და არის ასევე სამხედრო ექსპერტი. გვიდებით რომ კიდე ბევრჯერ იქნებით ჩემი გადაცემის სტუმარი და ტელევიზიის სტუმარი, ჩემთვის დიდი პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, არსებობისთვისაც და თქვენი წარსულისთვისაც. და მოკლედ დარჩით არხზე, წინ საინტერესო საღამო გელოდებათ, ძალიან სასიამოვნო საღამო და ასე დავასრულებ გადაცემას, ღმერთი არის ჩვენთან, წარმატებებს გისურვებთ და მშვიდობა საქართველოს მოსახლეობას და მთლიანად სრულიად საქართველოს მრავალ ახალ წელს და ახალ წლამდე კიდევ შევხვდებით ეთერში. დროებით. მომავალ შაბათამდე.